ხვალიდან ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი პანკისის ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდა ფოტოგრაფების ნამუშევრებს უმასპინძლებს. ექსპოზიციაზე 45-მდე ფოტონამუშევარი იქნება წარმოდგენილი. გამოფენა ხეობის ფარგლებში შექმნილი ფოტოკლუბ ბერთის ფარგლებში იგეგმება. პანკისის ხეობა საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონია ისტორიით, ადათით, წეს-ჩვეულებებით. ეს პროექტიც პანკისის ხეობაში მცხოვრები გოგონებისთვის შეიქმნა. ნათელა გრიგალაშვილის ფოტოკლუბი ბერთი საშუალებაა მუქ სამოსსა და თეთრ დოლბანში შემოსილი მოზარდებისთვის საკუთარ ფოტოობიექტივში მოახვედრონ ბუნება, გარემო და უამრავი საინტერესო კადრი პანკისის ხეობის ცხოვრებიდან. ფოტოკლუბი ბერთი დაარსდა 2015 წელს პანკისის ხეობაში. თავდაპირველად ეს იყო სოფელი დუისი და ბირკიანში. ამჟამად ბოლო 3 თვე, სექტემბერი, ოქტომბერი და ნოემბრის დასაწყისში ეს პროექტი მუშაობდა 3 სოფელში, ომალოში, დუმასტურში და ხალაწანში. მასში გაერთიანებულია 19 მოსწავლე, ამ სოფლის ახალგაზრდები. ახალგაზრდების საზღვრისპირა რეგიონიდან განსხვავებული გემოვნებითა და ხედვით, სხვადასხვა ასაკით, ემოციით, განწყობით, ცხოვრებისადმი სხვადასხვანაირი დამოკიდებულებით და მსგავსი ტრადიციებით. ნათელა გრიგალაშვილმა ომალო, დუმასტური, ხალაწანი 3 თვის განმავლობაში მოიარა და 19 ნიჭიერი მოზარდი აღმოაჩინა. კამერასთან მუშაობა და გადაღება ასწავლა. თეორიული თუ ტექნიკური დეტალები შეასწავლა. ძალიან ბევრს მოგზაურობდით, გავეცანით ძალიან ბევრ ახალ ადგილებს მათთან ერთად. როდესაც მე მობრუნდებოდი თბილისში, ისინი მუშაობდნენ, აგრძელებდნენ ისევ გადაღებებს, ძირითადად იღებდნენ ყოფით ცხოვრებას, იმას ადამიანებს, ვინც მათ გარშემო ცხოვრობენ და მე ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში ძალიან საინტერესო გამოფენა გამოვა. ფოტოკლუბი ბერთის მიზანია პანკისის ხეობაში მცხოვრები მოზარდების ხელშეწყობა. ნიჭიერი ადამიანების აღმოჩენა, რომელთა ობიექტივში აისახება დღევანდელი ყოფა, თანამედროვე გარემო და ადამიანი ამ სამყაროში. ცხოვრობ სოფელ დუისში, ჩამოვედი თბილისში სპეციალურად ამ გამოფენისთვის. ჩამოვიღეთ ჩემთან ჩემი რამოდენიმე ფოტო, ერთადერთი ფოტო არის ეს, ჩემი დის ფოტო, ძალიან მომთოს ეს ფოტო, იმიტომ რომ გადავიღე ძალიან ბუნებრივად. ფოტოგრაფია არ არის ერთი ლამაზი კადრი. ფოტოგრაფიას ფიქრი, მოგზაურობა, ადამიანებთან ურთიერთობა, სინამდვილე და დრო სჭირდება. ასე გვიხსნის ნათელა გრიგალაშვილი ფოტოგრაფიის არსს და ექსპოზიციაზე მიგვითითებს, რომელიც პანკისელმა ახალგაზრდებმა შექმნეს და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გამოფინეს.